პროფესიული განათლება, ტექნოლოგიური უნარები და თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნები ეს სისტემებია, რომლებზეც დღეს უნარებისა და ინოვაციების ფორუმი 2026-ზე იმსჯელეს. ღონისძიებაზე განათლების ბიზნესისა და ტექნოლოგიური სექტორის წარმომადგენლებმა განიხილეს, თუ რა მიმართულებით უნდა განვითარდეს პროფესიული განათლება და რა უნარებზე იზრდება მოთხოვნა ყველაზე მეტად. საუბარი შეეხო როგორც განათლების სისტემის ტრანსფორმაციას, ისე ხელოვნური ინტელექტის როლს თანამედროვე სასწავლო პროცესში. ერთ-ერთი მთავარი აქცენტი კი ბიზნესისა და განათლების სექტორის დაახლოებაზე გაკეთა. რამდენად პასუხობს დღევანდელი განათლების სისტემა კერძო სექტორის მოთხოვნებს და რა უნარებს ეძებენ დღეს ყველაზე მეტად დამსაქმებლები, როგორ შეიძლება განათლებასა და ბიზნეს შორის კავშირი კიდევ უფრო გაძლიერდეს. ამ თემაზე ვისაუბრებთ ლიკა მენახარიშვილთან, Skillwell-ის კოლეჯის სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელთან. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. რეალურად ამ ტიპის ფორუმები თითქოს კარგი საშუალება უნდა იყოს იმის გასარკვევად, სულ მცირე რა ტიპის გამოწვევებია ამ ნაწილში. რა მიზანი ჰქონდა დღევანდელ ფორუმს, რა აჩვენა, საკმაოდ წარმომადგენლობითი იყო გამოსულთა სახელები გვარების მიხედვით თუ ვიმშელებთ, რაოდენობაც შთამბეჭდავად გამოიყურებოდა, მაგრამ შედეგიანობის თვალსაზრისით ეს ამ ტიპის ფორუმებია ფორუმებისთვის, თუ რეალურად მათ შორის ამ ფორუმის ორგანიზატორი Skillwell-ი რაიმე კონკრეტულ მოლოდინებს გაქვთ და ელით. მოგესალმებით პირველ რიგში, მივესალმებით თქვენს მაყურებელს, მადლობა ამ თემით დაინტერესებისათვის, რადგან როდესაც ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მსგავსი ფორუმი გაგვეკეთებინა, პირველ რიგში, ესე ვთქვათ, მივმართეთ განათლების სამინისტროს, მივმართეთ ბიზნეს ასოციაციას, მივმართეთ ტექნოლოგიების ასოციაციას, მივმართეთ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, მივმართეთ EKS და მათთან ერთად მათი პარტნიორობით დაფუძნდა და შეიქმნა უნარებისა და ინოვაციების ფორუმი და მიზანი იყო, რომ შეგვექმნა ის სივრცე, სადაც სახელმწიფო, განათლება, ბიზნესი, ტექნოლოგიების სექტორი ერთმანეთთან იქნებოდა კავშირში და ზუსტად მრავალმხრივ გავივლიდით ინდუსტრიისა და ინდუსტრიის მოთხოვნებს განათლებასთან, რომ ყოფილიყო სრულ თანხვედრაში. ამ ფორუმის მთავარი მიზანი იყო და აუდიტორია მასწავლებლები და ის ადამიანები, ვინც ყოველდღიურად ასწავლიან პროფესიულ კოლეჯში. მათი მზაობა არის იმისათვის, რომ მათ კვალიფიციური კადრი სწორად მოამზადონ, კიდევ ერთხელ ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი არის იმ პროცესში, რასაც ჩვენ ერთობლივად სხვადასხვა სტრუქტურები კოორდინირებულად გავდივართ. რაც მთავარი იყო, ბევრი პანელი ჰქონდა, პირველ პანელზე საუბრობდა განათლების მინისტრის მოადგილე ქალბატონი ბაიაკვიციანი, ლევან ვეფხვაძე, ავთანდილ კასრაძე, თორნიკე სულაბერიძე ტექნოლოგიების ასოციაციის ხელმძღვანელი და რეალურად ამ პანელმა და ამ დისკუსიამ გვაჩვენა, რომ სახელმწიფო დგავს ყველა იმ ნაბიჯს იმისათვის, რომ პროფესიული განათლება წამოიწიოს წინ. ჩვენ ვიცით დრო და პერიოდი, როდესაც მაინც დღემდე ასე ითვლება, რომ პროფესიული არის ალტერნატივა და რეალურად დღეს თუ ბიზნეს მოусმენთ, რაც იქ იყო, თუნდაც ბაგის ინდექსის მიხედვით, ალტერნატივა არ არის. ის არის სწრაფად კვალიფიციური კადრის მოსამზადებელი ეტაპი და შემდგომ უკვე დასასაქმებლად მზა კადრის მიღება. ასევე ამ ფორუმს ესწრებოდნენ წამყვანი კომპანიების ადამიანური რესურსების, ტალანტების განვითარების მიმართულებით ხელმძღვანელები და ზუსტად ამ პანელზე აღმოჩნდა, რომ AI რეალურად და ხელოვნური ინტელექტი არის შესაძლებლობა. დღეს გარდა იმისა, რომ შენ გაქვს ცოდნა თეორიული და ასევე პრაქტიკული, აუცილებელია რბილი უნარები და მათ შორის ხელოვნური ინტელექტის ცოდნა, როგორც ოდესღაც იყო აუცილებელი, რომ ესე ვთქვათ, Word, Excel უნდა ცოდნო და დღეს გვიდგას ის ეტაპი, როდესაც ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების ცოდნა, როგორც მასწავლებლისთვის, ასევე სტუდენტებისთვის და იმ ადამიანებისთვის, ვინც ახლა სწავლობენ, ძალიან მნიშვნელოვანია, რათა თანხვედრაში იყოს მასწავლებელიც და სტუდენტიც ერთმანეთთან. აქ ძალიან მნიშვნელოვანი ასეთი ტიპის ფორუმებში არის გარდა იმისა, რომ დავუშვით მოხსენებები და მათ შორის ბაგის ინდექსი რადგან ახსენეთ, ბიზნესი ხშირად აფიქსირებს ამ პოზიციას, რომ მათ ჭირდებათ ძალიან მოკლე პერიოდში კვალიფიციური კადრი. კი ბატონო. ვის შეუძლია ეს კვალიფიციური კადრი მისცეს? უმაღლეს სასწავლებელს სპეციალური გაწერილი პროგრამა აქვს, ყველაფერს თავიდანვე ბაკალავრიატი 4 წელია. ასეთი ტიპის დავუშვით კვალიფიციური კადრის მიცემის შესაძლებლობა აქვს პროფესიულ განათლებას, ხო? მაგრამ რამდენად მათ შორის ცნობიერების ნაწილში თუ
თუნდაც საზოგადოება აცნობიერებს, სკოლებს რამდენად დაგვთ გააზრებული, იმიტომ რომ ამის სწავლება სკოლიდან თუ არ დაიწყო, მე შესაძლოა მათ შორის ეს ინტერესი ასე თვალსაჩინოთ, სანამ რეალურად პრაქტიკულად არ დაუდგება, ამა თუ იმ ახალგაზრდას კონკრეტული მომენტი ვერ დაინახოს. ამ რეალურად აი ამ ტიპის ფორუმებზე ჩანს თუ არა, რომ განათლების სისტემა მოგყვებათ აი ამ მიმართულებით, იმიტომ რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური ნაწილია, რომელიც დღეს რეალურად საბოლოო ჯამში მე შედეგზე როდესაც გვაქვს პრეტენზია, იმ შედეგს ვეღარ ვიღებთ. დღეს ზუსტად ამ საუბრის დროს ქალბატონმა ბაიამაც თქვა, რომ უმაღლეს განათლებას აქვს თავის დატვირთვა, აქვს თავის პროფესიები, რომელსაც აუცილებელია ის 4 წელი, რაც არის განსაზღვრული, თუნდაც იურიდიული, როდესაც გსურს რომ იურისტი გამოხვიდე, სამედიცინო მიმართულები და ამ მიმართულებებს პროფესიული განათლება, რა თქმა უნდა, არ სთავაზობს. მეორე ნაწილი არის, რომ სახელმწიფომ გადადგა და ძალიან ხშირად გამს იმ ნაბიჯს, რომ მაქსიმალურად განვითარდეს პროფესიული განათლება და ის პროფესიული მიმართულებები, რაზეც დეფიციტია დღესდღეობით რეალურად ბაზარზე. და სწორედ ამის მანიშნებელი იყო ის, რომ წელს პირველად მოხდა ისე, რომ ეროვნულ გამოცდებზე შეეძლოთ აბიტურიენტებს მოენიშნათ პროფესიული განათლების მიმართულება აერჩიათ და იქ პირდაპირ ამ მიმართულებით წასულიყვნენ. ჩვენ და არა მარტო ჩვენ, თვითონ განათლების სამინისტრო მუდმივად გეგმავს და ახორციელებს, ესე ვთქვათ, შეხვედრებს, სადაც ჩვენს კოლეჯებს შეგვიძლია რომ გავაცნოთ ახალგაზრდებს, მე-12 კლასელებს, ჩვენი შესაძლებლობები, პროგრამები თუ რას ვთავაზობ და რატომ შეუძლიათ მათ არჩევანი გააკეთონ არა უმაღლეს განათლებაზე, არამედ პროფესიულ განათლებაზე და მით უმეტეს იმ სექტორზე, რასაც ტექნოლოგიები წარმოადგენს. მე შემიძლია დღეს სკილვილიდან, გადმოსახედიდან და როგორც ტექნოლოგიური კოლეჯიდან ვისაუბრო, რომ ნამდვილად განათლების სამინისტრო მოგყვება, თუნდაც ის 5 ახალი პროფესიული სტანდარტი, რომელიც ჩვენ სულ ახლახანს დავნერგეთ და გქონდათ. კი ბატონო, ეს არის იმის მაგალითი, რომ განათლების სამინისტროც მუდმივად ცდილობს ფეხი აუწყოს, ესე რომ ვთქვათ, და დაეწიოს იმ ტექნოლოგიურ მიმართულებებს, რასაც დღეს ბაზარი ითხოვს, თუნდაც ხელოვნური ინტელექტის იმპლემენტაცია და პროცესების ავტომატიზაცია. ეს არის ახალი პროფესია, რომელიც დღეს ყველა ამბობს ბიზნესის წარმომადგენლები, რომ ეს მათ სჭირდებათ. ამის პროფესიონალი კვალიფიციური კადრი ჯერ შეიძლება იყოს ცოტა. შესაბამისად, როდესაც ჩვენ გქონდა დიალოგი თუნდაც კოლეჯსა და განათლების სამინისტროს და ჩვენს ტექნოლოგიურ სექტორს და ტექნოლოგიების ასოციაციას, რომ მოდით ეს პროფესიული მიმართულება გავაკეთოთ, ამაში ვიყავით სრულ თანხვედრაში და ეს რომ მივიღეთ იმის შედეგია ზუსტად ამ ფორუმის, ზუსტად იმ შეხვედრების და იმ დიალოგის შედეგი ქმნის ამ წინ გადადგმულ, რა თქმა უნდა, ნაბიჯებს. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის, წარმატებებს გისურვებ და რა თქმა უნდა, სიამოვნებით გავაშვებთ სხვა დროსაც ამ ტიპის ვიზიტებს იმის გათვალისწინებით, რომ ეს თემა ტექნოლოგიები და AI-ის მიმართულება არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბიზნეს სექტორისთვის. ლიკა მენახარიშვილი იყო ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერის სტუმარი. დიდი მადლობა.